სლაიდზე ახლა თქვენ ხედავთ სწორედ აი ამ მიმართებას, ასე ვთქვათ, აი ამ კონცეპტს, საზრის აღნიშნულს და აღნიშნულს შორის, როგორც ეს სოსურს წარმოუდგენია, იმიტომ რომ ხედავთ, რომ აი ეს კონცეპტი, საზრისი, იგივე აღნიშნული, თავის მხრივ, ასე ვთქვათ, ზემოქმედებს, თავის მხრივ იგულისხმება აი ამ ენობრივ გამოხატულებაში, აი ამ აკუსტიკურ ხატში, ხო, თავის მხრივ, ასე ვთქვათ, აკუსტიკური ხატიც, თუ შეიძლება ესე ითქვას, მიემართება ამ საზრის. ანუ საზრისი მიემართება აკუსტიკურ ხატს და აკუსტიკური ხატი მიემართება საზრის. ანუ აღნიშნული მიემართება აღნიშნულს და აღნიშნული მიმართება აღნიშნულს და მათ შორის არის ასე ვთქვათ ის კორელაცია, ის ერთნაირი ურთიერთმიმართება, რომელიც სწორედ განაპირობებს ნიშნის ბილატერალურობას, ანუ ორმხრივობას. ნუ ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ ვიზუალიზაციაც არის სლაიდზე მოცემული, ვიზუალიზაცია ხის სახით და ასე ვთქვათ ნიშნის არბორ, რომელიც ასე ვთქვათ ხეს აღნიშნავს. ეხლა მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კიდევ სოსიურმა განასხვავა ენაში, ეს არის ის, რომ მან გამოყო ორი პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს ენაში. ეს არის სინქრონიის პროცესი და მეორე არის დიაქრონიის პროცესი. ანუ რისი აღწერა სურს მას ამ ორი ტერმინით. ბუნებრივია, რომ ენები იცვლება და ენები ექვემდებარება ცვალებადობას. მეხუთე საუკუნის ქართული, ესე ვთქვათ, განსხვავდება 21 საუკუნის ქართულისაგან. მაგრამ მიუხედავად ამისა, ესე ვთქვათ, მაინც არის რაღაც, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია, რომ მეხუთე საუკუნის ქართული ტექსტის იდენტიფიკაცია მოვახდინოთ 21 საუკუნეში, როგორც ქართულისა. ანუ არის რაღაცა მსგავსების, რაღაც მუდმივობის ელემენტი, რომელიც, ასე ვთქვათ, საუკუნეების მანძილზე ენაში უცვლელი რჩება და სწორედ ამიტომ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რამდენიმე საუკუნის წინათ დაწერილი დაუშვათ ტექსტის იდენტიფიცირება მოვახდინოთ როგორც სწორედ განსაზღვრული, გარკვეული ენის კუთვნილისა. აი ეს იდენტობის მომენტის შემანარჩუნებელი პროცესი, ეს უცვლელობის შემანარჩუნებელი პროცესი ენაში არის სოსიურის აზრით სწორედ სინქრონია. ამას უპირისპირდება დიაქრონია, რომელიც სწორედ რომ იმ ცვლილებების გამომხატველია, რომელსაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ეპოქა, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ქმნის ენაში, რომელსაც ყოველი ეპოქა, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ამჩნევს ენას, როგორც გარკვეულ კვალს და ეს ცვლილებები ფაქტობრივად ყოველდღიურიც კი არის, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ, ასე ვთქვათ, უახლოეს ქართულ ენას გადავხედავთ, აღმოვაჩინოთ, რომ მასში გვაქვს მთელი რიგი სიტყვებისა, რაც დაუშვათ იგივე 5 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა თუნდაც ასეთი ფორმულირების, ნუ მაგალითად ყველაზე უფრო ისეთი გავრცელებული ამ შემთხვევაში არის ეს სლენგის მომენტი, ხო, რომელიც ძალიან ცვალებადია და ძალიან დინამიურია და რომელიც ნელ-ნელა ფაქტობრივად რაღაცნაირად იმკვიდრებს თავს და შეიძლება ითქვას გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, რაღაც სალიტერატუროდ მიჩნეულ ენასაც კი ცვლის. და სოსიური გვეუბნება ჩვენ, რომ ენა როგორც სინქრონული სისტემა, ანუ როგორც ასე ვთქვათ, უცვლელი სისტემა, ესე იგი სისტემა, რომლის ყველა ელემენტი და წესი არის თეორიაში სიმულტანურად, ერთდროულად ხელმისაწვდომი ენის მომხმარებლისათვის. ანუ ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ მე უნდა ვფლობდე თანაბრად ენის ყველა ელემენტს და ყველა წესს, რომელიც, ასე ვთქვათ, არსებობს ამ ენაში, რათა მე შევძლო, ესე ვთქვათ, ენის მოხმარება. ანუ თუ კი პირობითად ვთქვათ, მე ვიცი მხოლოდ და მხოლოდ არსებითი სახელის ბრუნება, და ვთქვათ, ქართული ენის გრამატიკის წესის და მიხედვით, მაგრამ არ ვიცი ზმნის უღლება, მე ვერ შეძლებ ქართულად საუბარს. ну აუცილებელია რომ მე ორივე რამ ვიცოდე და ვიცოდე კიდევ უფრო მეტიც ვიცოდე ესე ვთქვათ სინტაქსი და ასე შემდეგ. ანუ ყველა წესი უნდა იყოს ჩემთვის როგორც ენის მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი, რათა მე გარკვეულ ენაზე საუბარი, რათა მე გარკვეულ ენაზე წერა და გარკვეული ენის გაგებაც შევძლო.
ახლა სოსიურის თეორიამ ძალიან მნიშვნელოვან ტენდენციებს დაუდო საფუძველი ლიტერატურულ კვლევებში, როგორც ესეთი. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ის ასპექტი, რომ ფაქტობრივად ამის შემდეგ ლიტერატურული ტექსტის განხილვა ხდება როგორც ლიტერატურული სისტემის, როგორც ესე ვთქვათ, ნარატივის გამოვლინება, რომელსაც საფუძვლად უდევს წესები. ანუ ჩვენ, ესე ვთქვათ, ლიტერატურულ ტექსტზე ვერ ვიმსჯელებთ როგორც იმ ენობრივი ველისგან დამოუკიდებელ ფენომენზე, რომელშიც იგი არის შექმნილი და ვერ ვიმსჯელებთ, ესე ვთქვათ, აი იმ ლიტერატურული სისტემის როგორც ესე ვერ ვიმსჯელებთ როგორც ლიტერატურული სისტემის შესახებ, რომელიც ესე ვთქვათ გარკვეული წესებისგან არის იზოლირებული, იმიტომ რომ ნებისმიერი ნარატივი საფუძველი არის ის წესები, რომელიც გარკვეულ ენაში მუშაობს, რათა საერთოდ რაიმე გარკვეული სახის თხრობა იქნას შესაძლებელი. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ის, რომ ფაქტობრივად ამის შემდეგ გაჩნდა სკეპტიციზმი ლიტერატურული ფენომენების ისტორიული ახსნის მიმართ და ეს იყო განსაკუთრებით ესეთი ტენდენცია არსებობდა იმ პერიოდისთვის, რომ ესე ვთქვათ, აი ეს დავუშვათ ენის საწყისებთან და მნიშვნელობის საწყისებთან მისვლა, ესე ვთქვათ, შეიძლება და გარკვეულად პროდუქტიული ყოფილიყო დავუშვათ თანამედროვე ენის მდგომარეობის შესახებ დასკვნების გამოცადანად. მაგრამ სოსიურის მიდგომამ, ესე ვთქვათ, სწორედ ის მომენტი აჩვენა, რომ ესე ვთქვათ 21 საუკუნეში ქართული ენის ანალიზისას არაფერს მარგებს დაუშვათ იმის ცოდნა თუ 25 საუკუნეში, სიტყვაზე ვთქვათ, ან მე-12 საუკუნეში კონკრეტული სიტყვა რა მნიშვნელობით მოიხმარებოდა, იმიტომ რომ ენა მოცემულია ამ კონკრეტულ მოცემულობაში და თუ როგორ ფუნქციონირებს ქართული ენა დღეს 21 საუკუნეში, ეს მე ამ მოცემულობაში უნდა ვიკულიო. მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ესე ვთქვათ, აი ამ სოსიურის თეორიიდან გამომდინარე იქნა ასე ვთქვათ შემოტანილი, გახალთ შემდეგი, რომ ეს არის მნიშვნელობის კოლექტიური ან სოციალური კონსტრუქციის კორესპონდენციული გამოხატვა ლიტერატურული ტექსტის პროდუცირებისა და რეცეფციისას. ანუ, თუკი მანამდე ითვლებოდა, რომ დაუშვათ აი ეს ლიტერატურული ტექსტის პროდუცირება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექსტის ავტორის დამსახურება, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, აი ამ სოსიურის თეორიამ, რომელიც ფაქტობრივად ენას განიხილავს როგორც სოციალურ და კოლექტიურ პროდუქტს გარკვეული თემისას, საფუძველი მისცა იმას, რომ შესაბამისად აი ეს ლიტერატურული ტექსტის პროდუცირებაც აღქმული გამხდარიყო როგორც ვთქვათ, აი ამ კოლექტიური და სოციალური კონსტრუქციის გამოხატვის. და ფაქტობრივად აი ეს უკვე მოგვიანებით საფუძველს უდებს სწორედ აი იმ კონცეფციას, რომელსაც ქვია ავტორის სიკვდილი და ავტორის სიკვდილი ჩვენ სწორედ იმას გვეუბნება, რომ ტექსტის ავტორი, როგორც ერთი სუბიექტი, ინდივიდი არ არსებობს, რომ ტექსტი ეს არის სწორედ იმ ენობრივი ველის კუთვნილება, იმ ენობრივი თამაშების კუთვნილება, თუ შეიძლება ესე ვთქვათ, ვიტგენშტაინის ენაზე რო ვთქვათ, რომელიც გარკვეული სოციუმის პროდუქტს წარმოადგენს. და მნიშვნელოვანი იყო ასევე ის ასპექტიც, რომ ამ შემთხვევაში ლიტერატურული რეალიზმის, ესე ვთქვათ, ნაივური თეორიის კრიტიკას მისცა მან დასაბა. მნიშვნელოვანი არის საერთოდ ზოგადად ხედვა ენის შესახებ, რომელიც სოსიურს აქვს. იმიტომ რომ ზოგადად ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ დაუშვათ ენა, რათა ვიკვლიოთ, ესე ვთქვათ, მისათვის აუცილებელი არის, ესე ვთქვათ, მის ფიქსირებულ გამოხატულებასთან მისვლა, ანუ დამწერლობასთან მისვლა. სოსიური იძახის, რომ ენა მის უსაკუთრივეს გამოხატულებაში ეს არის მეტყველება და თუკი მე მინდა, ესე ვთქვათ, ენა ვიკულიო, მაშინ უნდა ვიკულიო სწორედ აი ამ მეტყველების დონეზე. და ამ მიდგომამ ფაქტობრივად, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ხაზი გაუსვა სწორედ იმ მიდგომის
სკეპტიციზმსაც, იმ მიდგომის მიმართ სკეპტიციზმსაც, რომელიც ახასიათებდა დაუშვათ იმ პერიოდის ანთროპოლოგებს თუ სხვა ენათმეცნიერებს, რომლებიც თვლიდნენ მაგალითად, რომ აი ეს დაუშვათ აბორიგენული კულტურები, რომლებთანაც ევროპული ცივილიზაცია მოვიდა კოლონიალური პრაქტიკების გზით შეხებაში, რომ აი დაუშვათ იქ რადგანაც იყო მოცემული ეს დამწერლობამდელი საზოგადოება, შესაძლებელი იყო დაუშვათ მათი ენის ფუნქციონირებაზე დაკვირვება და ამდენად გარკვეული დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დამწერლობამდელი ევროპული ენების, დამწერლობამდელ ეპოქაში, ესე ვთქვათ, სწორედ ევროპული ენების ფუნქციონირება ან ასე შემდეგ. და შესურმა სწორედ აი ეს მომენტი აჩვენა, რომ ენა არის, ესე ვთქვათ, აი ამ აზმყო-მოცემულობაში საკვლევი და არანაირი დაუშვათ ეს ისტორიული მიდგომა როგორც ენათმეცნიერისთვის არ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ პროდუქტიული. ახლა მნიშვნელოვანი არის ის რომ როდესაც საკითხი ეხება ენების წარმოშობის საკითხს დაუშვათ ეს ასპექტი მან და ენათა მრავალფეროვნების საკითხს ან საკითხს იმის შესახებ თუ როგორ არის შესაძლებელი რომ ერთ სივრცეში თუნდაც ძალიან მცირე სივრცეში არსებობდეს ერთმანეთის გვერდზე ერთმანეთისაგან განსხვავებული ენები, ისე რომ ისინი ურთიერთგადაფარვას არ ახდენდნენ, ისე რომ ისინი ურთიერთშევიწროებას არ ახდენდნენ. ეს საკითხი მას განხილული აქვს თავისი ტექსტის, აი ზოგადი ლინგვისტიკის კურსის იმ ნაწილში, რომელსაც ქვია გეოგრაფიული ლინგვისტიკა. აქ ამ შემთხვევაში საუბარია, ესე ვთქვათ, დიალექტების და სახელმწიფო ენის ურთიერთმემართების შესახებ და ამ შემთხვევაში სოსიური გამოყოფს იმ მახასიათებლებს, რომლებიც განაპირობებს ლიტერატურული ენის წარმოშობას. მისი მიხედვით, ესე ვთქვათ, ლიტერატურული ენა ეს არის ყოველთვის კულტურის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება იგი და ეს არის ნებისმიერი ეგრეთ წოდებული დამუშავებული სახელმწიფო ენა, თუ შეიძლება ესე ითქვას. ეხლა რა კრიტერიუმით ხდება მაგალითად ერთ ენობრივ სივრცეში რაღაცა გარკვეული ერთი დიალექტის წინ წამოწევა და მის სახელმწიფო ენად ჩამოყალიბება. ამაზე სოსიურის პასუხი გახლავთ შემდეგი, რომ ეს არის ის, რომ ან კულტურულად განვითარებული რეგიონის დიალექტი იწყებს დომინირებას, ან ეს არის დაუშვათ იმ დიალექტის დომინირება, რომელიც დაუშვათ ეკუთვნის რეგიონს, რომელიც პოლიტიკურ ჰეგემონიას ანხორციელებს და სადაც არის ცენტრალური ხელისუფლება განთავსებული. ან დაუშვათ მესამე ვარიანტად ის გვთავაზობს ისეთ შემთხვევას, როდესაც სამეფო კარი ახვევს თავის ენას დაუშვათ ხალხ თავზე. ხა ამ პარადიგმის მიხედვით თუ ვიმსჯეროთ, მაშინ გამოდის, რომ დაუშვათ აი ეს ქართული ენის სალიტერატურო ენად ჩამოყალიბება სწორედ ამ ქართლის დიალექტი, ასე ვთქვათ, დაედო ამას საფუძვლად. ესე იგი იმის შესახებ თუ რა განაპირობებს ენის ცვალებადობას, ან შეიძლება თუ არა ჩვენ დაუშვათ ერთი და იგივე ენის სხვადასხვა რეგიონში ცვალებადობა გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, გვიწინასწარმეტყველოდ ან განსაზღვროთ, ასე ვთქვათ, როგორ წარიმართება, ის გვთავაზობს გარკვეულ, ასე ვთქვათ, შედარებას ან მაგალითს. ეს არის ის, რომ წარმოვიდგინოთო გვეუბნება, რომ კოლონისტების მიერ ერთი ენის, ну დაუშვათ იქნება ეს ინგლისური თუ ესპანური, როგორც ეს მოხდა რეალურად, ესე ვთქვათ, ისტორიაში გადატანა ხდება ერთი კუნძულიდან მეორე კუნძულზე. და ამ შემთხვევაში ის აი საწყის კუნძულს, საწყის ტერიტორიას უწოდებს F-ს, მეორე სადაც გადატანილი იქნა ენა, იმ კუნძულს უწოდებს F1-ს. და ამ შემთხვევაში გარკვეული დროის მანძილზე გვეუბნება იგი, დაუშვათ ამ საწყის კუნძულზე, საიდანაც მოხდა ენის გადატანა, საიდანაც მოხდა, ასე ვთქვათ, ენის
ათვისება. იქ ცვლილებები წარიმართება ისე რომ ვთქვათ A გადავა A-ში, A შემდეგ A გადავა B-ში და ასე შემდეგ. მაშინ როდესაც ესე ვთქვათ აბსოლუტურად სხვანაირად შეიძლება წარიმართოს, სხვა სქემის მიხედვით შეიძლება წარიმართოს, ესე ვთქვათ n-ის ტრანსფორმაცია და n-ის მოდიფიკაცია აი იმ მეორე კუნძულზეო. და ფაქტობრივად ის თუ როგორ შეიძლება ჩვენ ავხსნათ რომ რაღაცა ცვლილებები ხდება ენაში და ეს ხდება ესე ვთქვათ ერთმანეთისაგან განსხვავებულად სხვადასხვა ტერიტორიებზე ერთადერთი ამისი ფაქტორი ეს არის ფაქტობრივად ის რასაც ამ ტექსტში წინ წამოწევს დრო პირველი ფაქტორი ხოლო გეოგრაფიული ასპექტი ეს არის უფრო მეორე ხარისხოვანს უწოდებს მას იმიტომ რომ ფაქტობრივად ენის ცვლილება ან თუნდაც ერთი და იგივე დიდი ქვეყნის ორ სხვადასხვა ერთმანეთისაგან დაშორებულ წერტილში რომ მიდის ესე ვთქვათ განსხვავებულად ეს განპირობებულია რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა დროით და შემდგომში იმით რომ თავად ამ წერტილებს შორის არის ესე ვთქვათ დიდი დაშორებაო და ფაქტობრივად ის გვთავაზობს შემდეგნაირ ახსნას ამისას რომ თუ კი ავიღებთო დავუშვათ ერთი ქვეყანას სადაც რომელიც საუბრობს ერთი და იგივე ენაზე დავუშვათ აი რაღაცა 500 ან 1000 წლის შემდეგ ამ ქვეყნის ორი უკიდურესად დაშორებული წერტილის ესე ვთქვათ მოსახლეობას უკვე შეიძლება ერთმანეთის გაუჭირდეს სწორედ იმიტომ რომ დროში ესე ვთქვათ ის ცვლილებები რომლებიც ხორციელდება ენაში ასე ვთქვათ მათთვის ეს ცვლილებები სწორედ იმის გამო რომ ესე ვთქვათ დაშორება დიდია მანძილის თვალსაზრისით ისე განხორციელდეს რომ მათ უკვე ასე ვთქვათ ენების დაშორება განაპირობოს ან დიალექტების დაშორება განაპირობოს ახლა ის ფაქტი და ის მომენტი რომ გარკვეული დიალექტი მიუხედავად სახელმწიფო ენის არსებობისა ინარჩუნებს თვითკმარობას და თვითმყოფადობას ამას უწოდებს იგი სოციალური მშობლიური სამრეკლოს ეფექტს და ამბობს რომ ეს არის სწორედ ის მომენტი რომ ჩაკეტილი ენობრივი კოლექტივი ინარჩუნებს სწორედ ერთგულებას იმ რაღაც ტრადიციების მიმართ და მის ამ კოლექტივის შიგნით განვითარებული ტრადიციების მიმართ და ამ ერთგულების ყველაზე უფრო თვალსაჩინო გამოხატულება არის სწორედ რომ ენის მიმართ ერთგულებაო და მის მიხედვით სოციურის მიხედვით აი ეს მშობლიური სამრეკლოს ეფექტი ფაქტობრივად რასაც ის უწოდებს არის ის რომელიც ენაში გარკვეული ინოვაციების შემოტანას უშლის ხელს. მაგრამ იმავდროულად დაუშვათ როგორი ესე ვთქვათ იზოლირებული თემიც არ უნდა ავიღოთო, ან როგორი იზოლირებული და ესე ვთქვათ ჩაკეტილი სოფელიც არ უნდა ავიღოთო, ამ სოფლის მოსახლეობას, ამ რეგიონის მოსახლეობას ყოველთვის აქვს ასე ვთქვათ სოციალიზაციის მოთხოვნილება განარჩენ ქვეყნის მოსახლეობასთან და სწორედ ეს სოციალიზაციის მოთხოვნილება განაპირობებს იმას, რომ ჩნდება გარკვეული მოვლენა, რასაც უწოდებს სოციალური ენობრივ ტალღებს და რომელიც განაპირობებს სწორედ იმას, რომ ერთი და იგივე ენის შიგნით აი ეს დიალექტის ტალღების, ესე ვთქვათ, გადატანა ხდება და ეს არის სწორედ ესე ვთქვათ დიალექტში იქნება ეს თუ ენაში ესე ვთქვათ ცვლილებების განაპირობებელი ფაქტორი. ხა დიალექტის განსაზღვრებას ფაქტობრივად ის გვაძლევს შემდეგნაირად რომ გვეუბნება რომ ეს იმისათვის რათა ჩვენ ვთქვათ რომ გარკვეული ენის დიალექტთან გვაქვს საქმე ეს არის ესე ვთქვათ იმით განპირობებული რომ არა მხოლოდ ერთი ენობრივი ძირია, არამედ ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური და სხვა ფაქტორების თანხვედრასაც აქვს საქმე. ნუ სოციალური ამ შემთხვევაში ამ სხვა ფაქტორებს, ანუ სოციალურ, პოლიტიკურ, რელიგიურ და ასე შემდეგ ფაქტორებს არ განიხილავს, მაგრამ ფაქტი არის, რომ ესე ვთქვათ, აი ის სოციალიზაციის სივრცე, რომელშიც ადამიანები არიან ჩართულნი, რომ მოქმედებს, ესე ვთქვათ, ენის განვითარებაზე და
ასე ვთქვათ, დიალექტის თვის იდენტობის შენარჩუნებაზე ამ ფაქტს ის აღიარებს.